სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr, გახმოვანებულია aჭარა.net.com-ის მიერ. ფაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. გამარჯობა. როგორც შევძელი მოვედი. რატომ ჩქარობთ? ყველაფერი კარგად არის? ხო, ყველაფერი კარგადაა. რაღაც მინდა გაჩვენო. კარგი. რა საკეთებ, შარლოტა, ხანძარს გააჩენ. დამშვიდდი, ლუის. ხედავ? კარგად უმკლავდები ჩემ ძალას. ოჰო. აბა, მათ რამდენი დასჭირდათ ამის სასწავლებლად? ასე ვთქვათ, 2 კვირამდე. ასეც ვიცოდი. მე მათზე უკეთესი ვარ. ახლა ნამდვილად სუპერ ქალთევზა ვარ. გამარჯობა, უცნობო. გამარჯობა. დიდი ხანია არ მინახი ხარ. ხა ვიცი როგორც ხდება. დაკავებული ვიყავი. ქალთევზების კლუბში. უნდა მივხვდარიყავი. იქნებ დაისვენო და ჩემთან ერთად გაატარო საღამო. არ შემიძლია. შეეწყვიტე რეკი. შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, თითქოს ჩვენ შორის გიჟური ურთიერთობაა. კინოს ბილეთებს ვიყიდი. გადაწყვეტე. როგორ მოსხდროს კარგი? გამარჯობა გოგონებო. გამარჯობა. დაკაკუნება იცი? ნუ ბრაზობ, დარჩენას არ ვაპირებ, ხომ იცი ბევრი საქმე მაქვს. არც გაგავებთ. თქვენთან საუბარი მინდოდა. მალე ლუისის დაბადების დღეა. კი, მშვენიერი იდეა მაქვს. მეც. არა, მოგეწონება. წვეულება კატერზე. მშვენიერია. არა. ეს მოდიდან გადავიდა. მას სიურპრიზი უნდა მოვუწყოთ. მოეწონება. საერთოდ ლუისი მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც კატერიც ცურვა უყვარს. დამინჯერე, კლეო. ლუის მასზე უკეთ ვიცნობ. მას სიურპრიზად წვეულებას მოვუწყოთ. მხოლოდ არ წამოგცდეთ, კარგი? დედა, შენთან საუბარი მინდა. აღარ მესალმები? მაბატია, გამარჯობა. რა გინდოდა? წვეულება მინდა მოვაწყო ლუისისთვის. გასაგები აღარ გააგრძელო, სიამოვნების დაგეხმარები. სადაპირებ, ვიფიქრე იქნებ აქ. ეს ხომ მაგარია. ბაღი საოცარია. როგორც იქნა შენს შრომას ვინმე შეაფასებს. კარგი. საოცრება ხარ. რამდენი მშიერი მოზარდი მოვა და როდის? არც ისე ბევრი. ხვალ. მადლობა რომ გამაფრთხილე. მაბატია. სკამები დაგჭირდება. ფარდულშია აუსთან, მაგრამ გასარიცხია. კარგი. ვნახავ. მადლობა დედა. ყველაფერი ორგანიზებულია. უკვე? ლუისის სადღესასწაულო წვეულება ჩემთან იქნება. მოდი საკვები შევათანხმოთ. ბევრი ჰამბურგერია საჭირო.
ეს ხომ ბანალურია. ლუისი გიждდება მათზე. მას შეუძლია ჰამბურგერი ნებისმიერ დროს ჭამოს. ეს წეულება კი განსაკუთრებული უნდა იყოს. მოდური. მაინც დედაჩემმა უნდა მოამზადოს საკვები, უბრალოდ მინდოდა გამეგო რაიმეს ხომ არ ისურვებდით. შეუძლია კვადრატებად დაჭრილი საზამთრო გააკეთოს ფარელის მუსით და პიტნით. კი, გააკეთებს. მინდა რომ 4 საათისთვის მოხვიდეთ, რათა მომზადებაში დამეხმაროთ. დღეურში ჩაინიშნეთ, დღეურში. შემდეგი პუნქტი სიაში არის მუსიკა. გაქვთ იდეები? რა თქმა უნდა, მე მოვიტან დისკებს. კარგი. მაგრამ ჯერ მათი სიამომეცი, რა? რატომ? ყველამ ვიცით, რომ მოძველებული გამოვნება გაქვს. თუ ლუის, თუ ასე კარგად იცნობ, უნდა იცოდე, რომ მას იგივე ჯგუფები მოსწონს, რომელიც მე. ახლა მისი გამოვნება გაუმჯობესდა, რიგი. რამე პრობლემაა? კი, პრობლემა არის. ეს შენ ხარ, რიგი. თუ ლუისისთვის წეულების მოწყობა გინდა, კი ბატონო მოაწყო, მაგრამ მე ამასთან არ მინდა რაიმე საერთო მქონდეს, ისევე როგორც შენთან. თავისუფალი ვარ. რა? არანაირი ქალთევზების კლუბი? გადავწყვიტე გოგონებს ჩამოშორდე. ნუ თუ. არ ხუმრობ. გპირდები. მართალი იყავი. თითქმის აღარ ხვდებით. დრო მოვიდა რაიმე შევცვალოთ. რა მოხდა? უბრალოდ ასე გადავწყვიტე. იჩხუბეთ. არ გიხარია რომ მოვედი. მიხარია. ძალიან განვიცდი რიკის გამო. იქნებ დაველაპარაკოთ. რჩევა გინდათ? უკვე მქონია შეხება ისეთებთან, როგორიც რიკია. ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. მოდი მზადებაზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ლუის უნდა ვასიამოვნოთ. მართალი ხარ. საქმე იმაშია რომ გამარჯობა. გამარჯობა. მინდოდა მეკითხა. ხვალ თავისუფლები ხართ? სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი. ჰა? უკვე ღელავდი. დედას დავპირდი რომ ხვალ აუზს გავწმენდი. დამეხმარები? ხვალ აუცილებელია. კი, ხვალ მარტო ამას ვერ შეძლებ. რა თქმა უნდა, უფლებას არც მოგცემდი. კარგი, დაგეხმარები. შენიერია. დაგირეკავ. ესე იგი ქალთევზებს შორის უთანხმოებაა? ზეინ. ეს კია? ასე რომ იყოს გეტყოდი. აღიარე რომ ჩემთან ყოფნა უკეთესია. ეს საკამათო საკითხია. რიკი. და აი ესენიც. გობატი, რიკის უნდა დაველაპარაკოთ. მარტო. რიკი, გვინდა და გვეთქვა რომ მხარს გიჭერთ. შარლოტა უხეში იყო. ჩვენ მოგწონს შენი მუსიკა, გოგოებო, არც კი იცის რას კარგავს. გოგოებო, საქმე მუსიკაში არაა. ყველაფერში ერთად. და ჩვენ უფლებას არ მივცემთ რომ ასეთმა სისულელემ ყველაფერი დაანგრიოს. შარლოტამ უკვე გააკეთა ეს. მან ყველაფერი დაანგრია, როდესაც ჩვენთან მივიღეთ. ნუ თუ ამას ვერ ხედავთ. რიგი, მისი გაგდება არ შეგვიძლია, როგორც გინდათ. რიგი, გთხოვ. კარგი. გაგიადვილებთ მდგომარეობას. თავად მივდივარ. მაპატიეთ, მაგრამ ამასთან აღარ მინდა რაიმე მაკავშირებდეს. მაგრამ წეულებაზე ხომ მოხვალ? არა, თუ იქ შარლოტა იქნება. რაზე შევჩერდით? ოცნაზე.
კლეო, ეს საშინელება, ხელსახოსები ორიგამის სტილში უნდა იყოს, მაგრამ ეს სამკუთხედს გავს. მიცითება წაიკითხე? კი, მაგრამ ვფიქრობ, ლუის სამკუთხედიც მოეწონება. გამარჯობა ემბერ, კლეო არ გინახავს? არა, მაპატი. და ემა? არა, რიკი? არა დღეს, არა მაპატი. დაბადების დღეს გილოცავ ლუის. ესენი ვინ არიან? წარმოდგენა არ მაქვს. კლეო, ემა და ეში. ეს გელი მარგი და ელიშა არიან. ერთად ვსწავლობდით სკოლაში. აქ გადმოსვლამდე. შარლოტა, ლუისის მეგობრები სად არიან? ესენი ჩვენ ვართ. ეს უცნაურად არ გეჩვენებათ? კი, უცნაურია. ვერ ხვდები. რატომ უნდა მოაწყო ვინმესთვის წვეულება და მისთვის უამრავი უცნობი ადამიანი დაპატიჟო? შარლოტა, გამარჯობა. ჰა, უკვე მოვდივარ. რა თქმა უნდა, ვნახავ რა ხდება შენ საუზში. რამოდენიმე წუთის სავალზე ვარ. კარგი, მალე შევხვდებით. ნახვამდის. კარგი, ყურადღება, ის ერთ წუთში იქნება. ყველანი დაიმალეთ. სიურპრიზი. დაბადების დღეს გილოცავ. ლუის, გაიცანით ჩემი მეგობრები. გაიცანით ყველამ, ეს ლუისია. გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა. ახლა კი წავიდეთ. აჰა. და სკოლიდან ვინმე მოვიდა? ვერავინ მიპოვე. დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრებიც მოგეწონება. მიუხედავად იმისა, რომ შარლოტასთან ერთად დიდი ხანი არ არის, რაც ვსწავლობ, შევამჩნია, რომ გილოცავ მეგობარო. გმადლობ. მიხარია რომ მოხვედით. რიკი სად არის? საქმე აქვს. საჩუქარი მაქვს შენთვის. ეს შენ. არ არსებობს. ეს ხომ ჰალოქ 3000-ია. ზუსტად. საიდან გაქვს? დიდი ხანია ვეძებ. ჩემი მეთოდები მაქვს. დაბადების დღეს გილოცავ, ლუის. დიდი მადლობა. ლუის, ვიღაც მინდა გაგაცნო. კლეო, დამეხმარები? ფარდულიდან სკამები მოიტანე. კარტანაა დაინახავ. კარგი. შარლოტა, ერთი წუთი ლუისთან დალაპარაკების საშუალებას არ მაძლევს. ჩვენ დასახმარებლად მოვედით. მოდი დაგეხმარები. არა. შარლოტა, როგორ მოვიქცეთ? არ ვიცი. მოდი ლუისთან წავიდეთ. არა, არ მაინტერესებს. ნუ მისცემ შარლოტას უფლებას თავისი გაიტანოს.
შენ პირველმა გადაწყვეტე ყველაფერი. ნებისმიერ დროს დაბრუნდები. ერთობი? ყველაფერი მშვენივრადაა. მაგრამ შენ არ ჭამ. მაპატია, ეს დიდად არ მიყვარს. თუ არ გასინჯა, არ მოგეწონება. კლეო და ემა სად გაქრნენ? ესენი არ მინახავს. უკვე ყველგან მეძებე. იპოვეს საქმე. კლეო ასე არ წავიდოდა. არც ემა, დაუმშვიდობებლად. ლოის. ესენი ხომ ყოველთვის თავისებურად იქცევიან. ღოზელებს მოვიდან. საოცარია. გამარჯობა. გაგიმარჯოს. ერთობი? რა თქმა უნდა. გოგონები სადღაც დაიკარგნენ. სად არიან? არ იცი? ნეტავ ვიცოდე. არ გააკეთოს. როგორმე უნდა გავაჩერო. გაყინავ და ორ ესკიმოთ გადავიქცევით თევზის გემოთი. დიახ. გამარჯობა ეშ. როგორ ერთობით? ბევრი არაფერი დაგიკარგავს. აქ ბევრი ადამიანია, რომელსაც არავინ იცნობს. ხონდა კიდევ გოგონები დავკარგე. რა? შენთან ხომ არ არიან? არა, აქ არ არიან. ჰა. შეგატყობინებ თუ დავინახავ. კარგად. კლეო და ემა წვეულებიდან წავიდნენ. მათ საქციელს არ გავს. მართალია. რიგი მართალი იყო შარლოტას თაობაზე. ვეღარ ვაკონტროლებთ. ვაკონტროლებთ? ეს უბრალოდ ეს სისასტიკეა. სისასტიკე? ეს დაცინვა. ემა, კლეო აქ ხართ? ჩვენ კარგად ვართ. სტუმრებთან დაბრუნდი. მალე მოვალთ. რას აკეთებთ მანდ? კარს ვერ ვაღებ. არ შემოხვიდე. ჩვენ უბრალოდ გოგონების საქმე გვაქვს. ყველაფერი კარგადაა, მართლა. რაიმეს მოვიტან რომ კარი გავაღო. ნუ გეშინიათ, გამოგიყვანთ. გმადლობ. ოჰო. მაგარია. ნუ ღელავთ, ახლავე გავაღებ. არ გინდაშ, ყველაფერი კარგად გვაქვს. სისულელეა, უკვე თითქმის მზად არის. თავი დაგვანებე. ეშ, კლეო გაბრაზებულია, მარტო ყოფნა გვინდა. თითქმის გავაღე. რას აკეთებ? ემა და კლეო ვერ გამოდიან. მე ყველაფერს მომაგვარებ. არა, ყველაფერი რიგზეა. გაუმკლავდები. გთხოვ, მარტო ყოფნა გვინდა. მათ მარტო ყოფნა უნდათ. დამშვიდი ძმაო, გოგონების საიდუმლოებებია. აბა, ორთქლების რიგში ვინაა პირველი? საუკეთესო ხარ. რა შემეძლო ყველაფერი გავაკეთე? ცოტა დაგწება.
დაბადების დღეს გილოცავ. მადლობა. სურვილის ჩაფიქრება არ დაგავიწყდეს. არის. რატომ დაბრუნდი? ხომ იცი წვეულების ტორტზე ვგიждები? არა, მართლა. ალბათ თქვენს გარეშე მოვიწყენე. ნუ თუ. და თან ძალიან დელიკატურები ხართ. შარლოტასთან შესაბრძოლებლად. ჩემი დახმარება აუცილებელია. მართალი იყავი შარლოტას შესახებ. მაგრამ ყოველთვის ის ვერ გაიმარჯვებს, არა? ეს რა მუსიკაა? არ მოგწონს? ეს ჩემი ძმის ჯგუფია. როგორ მოგწონს? რა? წვეულება, ერთობი? ოჩაღი ხარ. ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ ეს ადამიანები უცხოები არიან. უცხოები? სისულელეს ნუ ამბობ, მათ მთელი ცხოვრება ავიცნობ. აი ეს უკვე ჩემია. ლუის, მოდი ჩვენთან. ლუის, მოდი. ეს შენი იდეა იყო? არა, ჩვენი. გასაგებია, აი სად იყავით? კატერის ორგანიზებას აკეთებდით? კი, მაგარია. აქ რას აკეთებ? ლუისის დაბადების დღეს აღნიშნავ. ვიცით, რაც შეედინე და ამას არ დავივიწყებთ. რა? არ ვიცი, რას გულისხმობ. მე კი მგონია, რომ იცი. ამართლა. ახლა მარტო ხარ. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულოშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.